თუშეთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული მხარეა თავისი უნიკალური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობით. სრულად გამორჩეულია საქართველოს სხვა კუთხეებს შორის. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს წოვა-თუშური ენა, ეს არის უძველესი ნახური წარმომავლობის ენობრივი სისტემა, რომელიც მხოლოდ თუშეთშია შემორჩენილი. თუშური ენის არსებობის შესახებ კი ცოტა თუ იცის. ამ ენის მცოდნეთა რიცხვი დღით იდღეკლებულობს, ხოლო წერითი ფორმის არქონის გამო საფრთხე რეალურია, თუ კი შესაბამისი ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, წოვა-თუშური შეიძლება სრულიად დაიკარგოს. ამავე დროს თუშეთის კულტურული ფასეულობები, თუშური მეცხვარეობა, გუდისყველის დამზადება, ყოფითი ტრადიციები და უნიკალური არქიტექტურა იმ საგანძურს წარმოადგენს, რომლის დაკარგვა მთელი ქვეყნისთვის დამაზარალებელი იქნება. თუშეთის ტურისტული პოტენციალი დიდია, მაგრამ ინფრასტრუქტურული პრობლემების და სახელმწიფოს არასაკმარისი ჩართულობის გამო რეგიონს სისტემური პრობლემები აქვს და გარიყვის საფრთხის წინაშეა. დღეს ჩვენს გადაცემაში სტუმარი იქნება ადამიანი, რომელიც წლებია თუშური ენის ტრადიციების და კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად ევროკავშირის მხარდაჭერით არაერთ პროექტს ანხორციელებს. თამარ ჯამარიშვილი, წოვათის თემის საინფორმაციო კულტურული ცენტრის დამფუძნებელი. მოგესალმებით, თამარ, მადლობა, რომ გვესტუმრე. ხო, მადლობა, რომ გვესტუმრეთ და თან მეც აღმოვაჩენეთ მნიშვნელოვან რამეს თუშურ დიალექტში და მეტყველებაში იმას, რომ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ თითქოს ქართულად საუბრობენ, თითქოს ქართულია ეს სიტყვა, მაგრამ რაღაცნაირი აი ფორმა ცვლილია, ფორმა აქ შეცვლილი, რაღაცნაირად გამოითქმება. ძალიან საინტერესოა ჩემთვის, მე ყოველთვის როცა usmen, ყოველთვის მინდა რომ ყველაფერი გავიგო, მაგრამ ხანდახან არის სიტყვები, რომლებსაც ვერ ვგებულობ. განსაკუთრებით ხო საინტერესო ის არის, რომ ბევრმა არც იცის საერთოდ ინფორმაცია ძალიან ცოტა იმის შესახებ, რომ რეალურად ისევე როგორც არსებობს ჩვენს ქვეყანაში სვანური ენა, მეგრული ენა და ეს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა და ამით ვამაყობთ, ასევე არსებობს ხო თუშეთში დამოუკიდებელი ენა, რომელსაც უბრალოდ იმიტომ რომ არ აქვს დამწერლობა, დიდი საფრთხის წინაშეა დღეს. თამარ, რამდენად მნიშვნელოვნად ჩათვალეთ ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყება, როდის დაიწყო ეს ყველაფერი და ხო ამ ენის შესახებ უფრო მეტი გვაინტერესებს. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ენით, იმიტომ რომ მინდა ეს პატარა შესავალი გავაკეთო. ხშირად არის ხოლმე თუშეთი რაღაც ეგზოტიკურ ადგილთან ასოცირდება და ვერ ვიაზრებთ ხშირად რა მხელა პრობლემის წინაშე არის წოვა-თუშური ენა. სიმართლე რომ გითხრა, გუშინ და გუშინ წინ არ დაგვიწყია ჩვენ ენაზე ფიქრი. მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომ სულ წოვა-თუშურ ენაზე ვსაუბრობდი და როცა შემექმნა ბარიერი, რომ სტუდენტი ვიყავი და თუშეთში არ მესმოდა ეს ენა, მოვნახე თბილისში ისევე თუში ქალბატონი, ლექტორი, რომელსაც ვთხოვე, რომ ესწავლებინა ჩემთვის წოვა-თუშური ენა, რომ ეს ჩავარდნის ბარიერი არ მქონოდა. ჩვენი ორგანიზაცია წოვათის თემის საინფორმაციო კულტურული ცენტრი დაარსდა 2023 წელს. იმიტომ რომ ვიგრძენით უკვე საფრთხე იმის, რომ ქრებოდა ეს ენა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შეიძლება რიგითმა მოქალაქეებმა არ იცოდნენ, თუმცა აი მაღალი ტრიბუნებიდან, როდესაც გამოდიან პირველი პირები და მხოლოდ მეგრულს და სვანურს ახსენებენ და მათ გვერდზე არ ახსენებენ წოვა-თუშურ ენას, ეს არ არის სწორი პოლიტიკა. იმიტომ რომ როგორც მნიშვნელოვანია მეგრულის და სვანურის გადარჩენა და მუდმივად აი ეს თემა იკითხავს, ისევე არის წოვა-თუშური ენა. აი ონისემ რაც ახსენა, დარწმუნებული ვარ საუბრობდა დიალექტზე. ჩვენთან თუშეთში დიალექტი განსხვავებული. კი, ჩვენთან თუშეთში არის 4 თემი, 4-ვე ულამაზესია, ჩემთვის უნიკალურია ლანდშაფტი. სხვადასხვანაირი დიალექტია? დიახ, თუშეთში არის 3 ხეობა. ეს არის გომეწრის ხეობა, ჩაღმის ხეობა, პირიქითი და წოვათის ხეობა. აი ონისე რაზეც საუბრობს პირიქითი, გომეწარი და ჩაღმა საუბრობს ჩაღმა თუშურად, ანუ მთლიანობაში თუშურ დიალექტზე. წოვა-თუშები, იქ მცხოვრები თუშები საუბრობენ წოვა-თუშურ ენაზე და ამას ჩვენ ვეძახით თუშურ ენას, იმიტომ რომ ეს 3 ხეობა საუბრობს თუშურ ენაზე, ესე დიალექტზე და ჩვენ წოვა-თუშურ ენაზე. აი, კარგად უფრო გასაგები რო გახდეს მაყურებლისთვისაც, დიალექტის ფორმა არ არის, ეს არის დამოუკიდებელი ენა. ეს არის დამოუკიდებელი ენა. ამ შემთხვევაში სიტყვების მნიშვნელობაც აბსოლუტურად განსხვავებულია.
ადამიანმა რომელმაც არ იცის საერთოდ ეს ენა და უბრალოდ საუბრობს ქართულად ვერ გაიგებს ნამდვილად აი დიალექტს გაიგებს იმიტომ რომ ზუსტად არის შერეული ქართული სიტყვები და იქ რაღაცას ამოკრიბავს და დაიჭერა აუცილებლად და შინაარს გამოიტანა თუმცა დიალექტის საფრთხის წინაშე იმიტომ რომ აი ის ძველი ბებიები და ბაბუები სულ სხვანაირად საუბრობდნენ და იკარგება მაინც სახე ეცვლება თუმცა რიცხობრივად ისინი უფრო მეტნი არიან და წოვათუშები ძალიან ცოტანი ვართ ზუსტად და ეს ცენტრი აკეთებს ოქროს ფონდს ჩვენ დავდივართ კარ და კარ ვიღებთ ვიდეოებს სადაც ასაკოვან ადამიანებს ვასაუბრებთ წოვათუშურ ენაზე და ვიგებთ ახალ სიტყვებს მაგალითად არის ისეთი არ ვიცი სასაუბრო, სადაც ქართულად სიტყვასაც არ ვიყენებთ, მაგრამ ზოგჯერ არის რომ გვავიწყდება და ქართულსაც ვურევთ ხოლმე და აი ეს არ გვინდა რომ ის უნიკალური სიტყვები, მაგალითად, იქ სადაც გაზაფხული რო არის სიმღერა ყველას რომ სწონს, იქ მიჩემე გაზაფხულა, როცა ვამბობ, შეგვიძლია რომ ვახსენოთ დოჰა, იმიტომ რომ აქვს გაზაფხულს შესატყვისი სიტყვა დოჰა. ხო, ეს მინდა და ყველაზე მეტად მეთხოვნა თქვენთვის, რომ ჩვენ მაყურებელსაც და ჩვენ გაგვიზიაროთ რამდენიმე სიტყვა, ვიცი რომ ძალიან ლამაზია, ძალიან ისეთი ავთენტურია და განსხვავებული არ გავს არც ერთს და ცოტა რომ გამეცადინოთ თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში. აი მაგალითად თქვენ როდესაც დაიწყებთ და მიესალმებით თქვენს მაყურებელს, შეგიძლიათ უთხრათ მარში ხდალვიში, ან მოგესალმებით ყველა. უფრო ნელა რო გაგვიმეორეთ. მარში ხდალვიში. მარში ხდალვიში. ხო, ცოტა რთული ენაა. ნამდვილად მუშაობა სჭირდება, თუმცა იმდენად ლამაზი ენა, რომ აი სიმღერებსაც რომ მოусმენით და საუბარსაც მიხვდებიან, რომ არც ერთი ენა არ უნდა დაიკარგოს და ეს უნდა იყოს რაღაც სახელმწიფოებრივ სიმაღლეზე ასული, როგორც მეგრული და სვანურია. ჩვენი ცენტრი მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებსაც და მათთან, როდესაც გვაქვს ხოლმე კომუნიკაცია, ძალიან ხშირად ამბობენ, რომ აი ჩვენ ვიცით მეგრული, ჩვენ ვიცით სვანური ენების შესახებ და არ იციან წოვათშური ენის შესახებ და აი ამის პოპულარიზაციას ვეწევით ჩვენ. ხო, ჩვენ ხშირად საუბრობთ იმ პრობლემებზე, რაც ინფრასტრუქტურული პრობლემები ამას აუცილებლად უნდა შევხვდეთ, როცა ტურიზმზეა საუბარი, იმიტომ რომ ეხლა კადრში ვხედავთ უნიკალურ კადრებს, რომელიც არის მართლაც საუკუნეების განმავლობაში ეს ისტორიული ძეგლები და მის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ადამიანები ჩამოდიან, თუმცა ჩვენ ვიცით, რამდენად დიდი პრობლემა აქვს ამ რეგიონს, იგივე ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი იყო ძალიან პრობლემატური, გაზიფიკაცია და ტრანსპორტირება. ხო, აი ამ პრობლემებს თქვათ როგორ უმკლავდებით? აი, რაც ჩამოვთვალე 4 ხეობა. 3 ხეობაში თითქმის ინფრასტრუქტურა, რასაც ვეძახით გამართულ გზას მაგალითად, რომ უსაფრთხო იყოს ტურისტებისთვის გადაადგილება, თითქმის მოხსნილია ეს პრობლემა. ერთადერთი ხეობაა, წოვათის ხეობა, სადაც გზა არ იყო აქამდე. ახლა გახავთ, უბრალოდ ჯერ არ ვიცი როდის დასრულდება და თუ დასრულდება სიამოვნებით ვივლით იმ უსაფრთხო გზაზე, თუმცა აქამდე ჩვენ წოვათის ხეობაში მცხოვრებ თუშებს გვიწევდა ადიდებულ ალაზანში, ზოგჯერ ცხენით და ზოგჯერ მანქანით გადასვლა და რა თქმა უნდა ჩვენი სიცოცხლე საფრთხის წინაშე იყო ყოველ ზაფხულს, თუმცა ძალიან მიხარია რომ არც ერთი გადასვლა საფრთხით არ დამთავრებულა, ხო? აი ეს ხეობა ეხა ფოტოებს და ვიდეოებს რასაც აჩვენებთ არც ერთი ნასახლარი, არც ერთი კოშკი არ არის აღდგენილი, არამც თუ აღდგენილი, როგორ თქვა, ინფრასტრუქტურული არანაირი პროექტი არ არის, გარდა იმის, რომ სოფლის პროგრამით გაკეთდა ერთი ძალიან პატარა მისთი ჩვენ ვატარებთ ხოლმე დღეობას, დადალობა, ნიშნავს დაფიცებას, აი ადრე მაგალითად, როცა ბრძოლაში მიდიოდნენ, ჩვენ თუშებს ხევისბერი არ ვყო და ბრძანებელი არ ვყო და ბატონი და აი ამ ხატზე იფიცებდნენ ხოლმე. და აი ამ ზუსტად ამ დღეობის წინ გააკეთეს ძალიან პატარა ესეთი საქეიფო, ესე რომ ვთქვათ, ესეთი ადგილი. დანარჩენი არაფერი არ არის, იშლება. ეთელტის კოშკი ფაქტობრივად ჩასულია ქვემოთ და არ ვიცი ის როგორ უნდა აღდგეს. აი თუ ქონიათ ცდილობა თუ მიმართეთ ვინმეს, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ რეალურად საუკუნოვან ისტორიაზე, ხო, რომელიც ნადგურდება და ხო ვიცით ამ მიმართულებით რა პრობლემა. მიმართვიანობა არის ყოველ წელს, ყველა სეზონზე ავდივართ თუ ჩავდივართ.
იმიტომ რომ აი ასეთი კოშკების აღდგენა სჭირდება კეთილი ნება, სახელმწიფოს კეთილი ნება, მხოლოდ ფულში არ არის აქ საქმე. როდესაც სჭირდებოდა სხვა ხეობებს აღდგენა იმისთვის, რომ ტურისტი შესულიყო. სურვილი იმისა, რომ აღადგინო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფონდია, თუნდაც ევროკავშირის ფონდები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის მხრივ მუშაობენ და აი ასეთ ხეობებს პატარა აიპები ვერ აღადგენენ, იმიტომ ამას კოლოსალური შრომა ჭირდება, არქიტექტორების ჩართულობა, ბევრი სპეციალისტის ჩართულობა სჭირდება. სამწუხაროდ სახელმწიფოს დღეს ამის მზაობა არ გააჩნია. და საინტერესო, როცა ჩვენ ევროკავშირის მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, რომ სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერილია ის პროექტები, რომელიც ხორციელდება ამ შემთხვევაში თქვენს ორგანიზაციაშიც და ვიცით, რომ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში რამდენად დიდია მათი წვლილი. საინტერესოა ხო თუ არის რაიმე კონკრეტული და გეგმილი თქვენი მხრიდან, ვიცი რომ ძალიან აქტიურად თქვენი ორგანიზაცია ცდილობს მიუხედავად განვითარებული პოლიტიკური მოვლენებისა, რომ მოიპოვოს ეს მხარდაჭერა და თქვენს რეგიონს დაეხმაროთ უფრო მეტად. კი, ზუსტად აი ეს ცენტრია, რომელიც ზემოალვანში წოვათუშურ ენას არაძლევს საშუალებას, რომ ხმად დაიკარგოს. ჩვენს გვერდზე ყოველთვის იდება ასაკოვანი ადამიანი, როგორც აღნიშნე, ასაკოვანი ადამიანის ვიდეოები, რომლებსაც ვწერთ, დავდივართ კარდაკარდა. ამ ყველაფერს აფინანსებს, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ახლანდელი დონორი. კიდევ ჩვენ გვაქვს ტრადიციული ხელსაქმე, თუშური ხელსაქმე, ფარდაგები, ქსოვა. თქაზე ალბათ ხო? დიახ და ზოგადად ცხვარს რაც შეეხება ის მატყლის ის რომელიც იყრება, ჩვენ ვცდილობთ რომ არ გადაიყაროს ის მარაგი შეუღებავ მატყლს ჩვენ თუშები დალღებადიან, ანუ ღვთისგან ბოძებულს ვეძახით და ვცდილობთ რომ შეუღებავი მატყლით ვასწავლოთ ქსოვა და ასე შემდეგ სხვადასხვა ნივთების დამზადება. ასევე აი მეგარმონეებს ვეძებთ, რომლებიც ფაქტობრივად აღარ არსებობენ და აი თითზე ჩამოსაცვლელები არიან და მუშაობთ სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებთან, რომ აღვიდგინოთ მეხსიერებით. ეს ცოდნა, რაც გადაიცემოდა თაობიდან თაობაზე, ხომ თავარი ეს არის, რომ არ იყო თქვა სკოლები და დაწესებულებები და ოჯახში შესწავლილი ყველა თუში, მაგალითად აი ვინც უკვე ასაკშია, აი ეს სამუსიკო სკოლაში არულია, იცის ბებიისგან, დედისგან, მამისგან, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგი მამაკაცი მეგარმონეებიც ყავდა და სამწუხაროდ რამდენი ვიღა ცოცხალი. ძალიან საინტერესოა და ამოუწურავია მართლა ამ ისტორიულ მხარეზე საუბარი განსაკუთრებით იმ სილამაზის ფონზე, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ და ალბათ იქ რეალურად ამ ყველაფრის ნახვა კიდევ უფრო ესეთია. ძალიან ემოციური და შთამბეჭდავია და იმედია ინფრასტრუქტურაც იქნება შესაბამისი, რომ ძალიან ბევრი თვითონ საქართველოს მოქალაქეც კი არ არის ამის გამო ნამყოფი, რომ ეს არ არის უსაფრთხო ტრანსპორტირება. თამარ, ძალიან დიდი მადლობა დღეს რო გსტუმრობდით და ბოლოს მინდა კიდე გითხრა თუშურად, როგორ დავემშვიდობოთ მაყურებელს. მოდი ერთ რაღაცას დავამატებ, აი უსაფრთხო გზასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მინდა რომ იცოდნენ აი ვინც ამოდიან თუშეთში, რომ წვოვათის ხეობაში ეხლა შესვლა არის უსაფრთხო, ნუ მოერიდებიან, იმიტომ რომ ის ხელუხლებელი ლანდშაფტი და არქიტექტურა დარჩა მხოლოდ წვოვათის ხეობაში, ასე რომ ვეპატიჟებით და იმედია რომ გაიზრდება. დიდი მადლობა.